ყვარელში მეღვინეობა ხარებას ტურისტულ კომპლექსში ერთი დღით საქართველოს მევენახეობა მეღვინეობის ისტორია გაცოცხლდა. ღვინობის თვე, ასე ეწოდა გამოფენას, რომელმაც ეროვნულ არქივში დაცული მე-19-მე-20 საუკუნეების დოკუმენტები გააერთიანა. ყვარელში მეღვინეობა ხარებას ტურისტულ ცენტრში შეიკრიბნენ როგორც ეროვნული არქივის, ასევე მეღვინეობა ხარებას, მიერ მოწვეული სტუმრები, ისინი დაესწრებიან გამოფენის გახსნას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როინიშვილისა და ზანისის ფოტოდოკუმენტები, ამავე დროს საქიმფორმის კოლექციიდან საბჭოთა პერიოდში გადაღებული ფოტოები, სადაც ასახული არის რთველთან, ყურძნის დაწურვასთან, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტომასალა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმმა გაგვიწია თანადგომა და ჩავთვალეთ, რომ ექსპოზიციისთვის საინტერესო იქნებოდა მუზეუმში დაცული იმ ექსპონატების ფოტოასლების წარმოდგენა, რომელიც ეხება მეღვინეობას. არის დაახლოებით 70-80 ფოტო წარმოდგენილი, ყველა არის გაერთიანებული ამ მეღვინეობა მევენახეობის თემით, არის როგორც ქართული დამუშავება, არის ასევე საოჯახო დამუშავების წესები და ამ მხრივ არის, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო. ნიადაგის გაწმენდა, ქვებისგან ვაზის გაშენება და შეწამლვა, ყურძნის დაწურვა საწნახელში და უძველესი სასმისები. ექსპოზიციაზე ვაზის კულტურის სამსახურ დოკუმენტებთან ერთად მეღვინეობა ხარებაში გადაღებული ფოტომასალაც იყო წარმოდგენილი. გამოფენის საზეიმოდ გახსნის პარალელურად დოკუმენტური ფილმების ფრაგმენტების ჩვენებაც გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, მე ვფიქრობ, რადგან მოსულ სტუმრებს ექნებათ საშუალება შეადარონ, თქვათ, მე-19 საუკუნის ფოტომასალა, როგორ ხდებოდა მეღვინეობის წარმოება საქართველოში, ანუ ღვინის წარმოება საქართველოში და როგორ ხდება დღეს. ეს წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა ხარებას მაგალითზე, ღვინის წარმოებელი კომპანიის. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ჩემს დავინტერესდა, სჭირდებოდა საქმისთვის ისტორიული დოკუმენტები ქართულ მეღვინეობასთან დაკავშირებით. არის აქ რაღაცა ბევრი მართლაც საინტერესო ჩემთვის, იგივე ჩვენი წესახლის ასასწლეულებიდან ამოღებული დოქები, ჭინჭილები. გამოფენაზე ჩასულმა დამთვალიერებლებმა მეღვინეობა ხარებას ტურისტულ კომპლექს გვირაბში სხვადასხვა ღვინის სახეობაც დააგემოვნეს. სტუმართა ნაწილმა ყურძნის დაწურვაშიც მიიღო მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ძველ ქართულ ტრადიციას ამოვიხსენებ და ამ 21 საუკუნეში, როდესაც ცოტა ოდნავ დავიწყებული ქალაქში ცხოვრებისთვის გულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავიხსენებ და მონაწილეობა ვждებული. ეს არის სასიამოვნო დღე, რომელიც ღვთისმსხალობით და ღვთისშეწმენით იმ ძველ ტრადიციას გვაზიარებს, რასაც ქვია ყურძნის დაწურვა. ექსპოზიცია ღვინობის თვე დღეიდან ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების გაცნობა 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ.